ქვეყანა დღეს იმყოფება უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში, რასაც კიდევ უფრო მეტად აღრმავებს უკიდურესად პოლარიზებული გარემო. ეს ვითარება ხელს უშლის სახელმწიფოს ნორმალურ განვითარებას, ინსტიტუტების გაჯანსაღებას და საზოგადოებრივი ერთიანობის აღდგენას. ამავე დროს საქართველოში კრიტიკულად მაღალია როგორც პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ პატიმართა რაოდენობა, ისე არასაპატიმრო სასჯელების მაჩვენებელი. მაგალითისთვის, საქსტატის 2025 წლის მონაცემებით მსჯავრდებულთა რაოდენობა შეადგენს 22,767 ადამიანს, ხოლო პატიმართა რაოდენობა კი 11,153 ადამიანს. კრიტიკულად აუცილებელია, რომ პენიტენციური სისწრების სასწრაფო და ფუნდამენტური რეფორმა განხორციელდეს. სისტემა პრაქტიკულად მოშლილია. მძიმე მდგომარეობაშია პატიმართა უფლებები, კვების პირობები, ყოველდღიური ყოფა და უსაფრთხოების გარემო. ციხეებში კვლავ გაიზარდა ქურდული სამყაროს გავლენა. ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, ციხის ხელმძღვანელის თვითმკვლელობა, პენიტენციური სისტემის მაღალჩინოსნების დაკავებები პირდაპირ მიუთითებს, რომ სისტემა მძიმე კრიზისშია და სახელმწიფოს მხრიდან კონტროლი ფაქტობრივად შესუსტებულია. დღეს საქართველოს ციხეები სავსეა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანებით. ყოველდღიურად მიმდინარეობს მოქალაქეების დაკავება დრაკონული და ანტიდემოკრატიული კანონების საფუძველზე. კანონების, რომლებიც ადამიანის საკუთარი უფლებების დაცვის, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებას უზღუდავს. აქციების დროს დაკავებული სინდისის პატიმრები რეალურად პოლიტიკური ნიშნით იხდიან სასჯელს. ეს არ არის სამართალი, ეს არის პოლიტიკური დევნა. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ფართომასშტაბიანი და სამართლიანი ამნისტია უნდა გახდეს საზოგადოების შერიგების, პოლიტიკური დაძაბულობის განმოხტვისა და ჰუმანური სახელმწიფოსკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ჩვენი პოზიცია არის მკაფიო. სასჯელების მუდმივი გამკაცრება არ არის გამოსავალი. სახელმწიფო პირველ რიგში ორიენტირებული უნდა იყოს დანაშაულის პრევენციაზე, ადამიანის რეაბილიტაციაზე და პატიმრობის ღირსეული პირობების უზრუნველყოფაზე. პოლარიზაციის დასრულებისთვის, არსებული უმძიმესი პოლიტიკური ვითარების განმუხტვისა და ქვეყნისთვის ახალი პოლიტიკური სივრცის გახსნის მიზნით, ლელო ძლიერი საქართველო გამოდის ინიციატივით, გამოცხადდეს სამართლიანი და ფართომასშტაბიანი ამნისტია.